ბალეჩიკოვს. აქ შეხედე რა წერია. ჯეტური. გარეთ რა წერია? ჯეტური, ხო? უკან რა მაწერია? ჯეტური. შეხედეთ. კეთი. აი დღეიდან 30 ავტომობილს მობრძანდით. ეს იდენიები წინ გადადის, ესე დაფა გამოდის და ეს არის ჩათვალეთ, რომ სუფთა ევროპული ავტომობილი და იმ ადამიანებს მინდა უთხრა, რომ ქუჩა და სადღაც რო ყიდულობენ და მერე რომ მოდიხართ აქ და ტირიხართ, რომ ნატურა გადამეწვა და 3 თვეა იმ კაცმა ნატურა ვერ ჩამომიტანა და ამიტომ ვეუბნები ყველას, ჯეტური უნდა იყიდო ჯეტურის სახლში. აი ეს არის ჯეტურის სახლი. აი თქვათ, ეს არის ჯეტური და ეს არის შეხედეთ. ეს არის სპეცშეკვეთა. ესეთ ჯეტურს ვერავინ ვერ შემოიყვანს. შეხედეთ. აი ვერ შემოიყვანს. შეხედეთ. ეს არ არის იქა გადაღებილ მანქანებს რო ყიდიან ჩვენ ხო თქვით, შეხედეთ. აი ამ ავტომობილს შენ კეთი დღეიდან დაახლოებით 30 ავტომობილს გაყიდი $23,900 ექვივალენტი ლარებში. ჩემთან არავინ არ დარეკოს. ესეთი ფასი არასდროს არ ყოფილა. დიდი რაოდენობით ყავს შემოყვანილი, ახალი წელი მოდის და ეს არის ეს ავტომობილი. აი ჯეტურის დილერი ვინ არის? აი ჯეტურის ფასები სად არის? აი ამ ფასში თვითონ პეკინის ავტოქარხანაში ვერ იყიდი. 10 წლიანი გარანტია აგვიძია. ახლა ჯეტურების და საერთოდ აი ამ კომპანიის ყველაზე მაგარი ავტომობილი რაც გამოუშვა. ეს არის ჩერი. ჩვენ ახლა ამ წუთას საუბრობთ ამათ ნომერ პირველ ავტომობილზე. მე თუ არ ექსიდის წარმომადგენელი საქართველოში იქა სადაც ვარ, იქა ვარ წარმომადგენელი. თუ ამის წარმომადგენელი ვარ, ის მისი ბიძაშვილი კი არ არის, კიდევ უფრო ახლო ნათესავია და არ ვიქნები მითხარი კეთი. ჩათვალე, ეს არის ექსიდი, ორივე ერთ ქარხანაში გამოშვებული. ჯეტურისა და ამის ქარხანა არის ერთი, მაგრამ ეს არის გაუმჯობესებული, არის 4/4-ზე. შეხედეთ. რუსული მენიუ, ინგლისური მენიუ, ამასაც მიდის, მოდის ერთი სიტყვით რომ ჩაგეძინოს გაგაღვიძებს. და ამიტომ შევარქვი მე ამას, აი Toyota და Lexus-ი ხო არის? აი ეს არის Lexus. წყავი შეხედე